დაბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის მომდევნო სტუმრებთან ერთად დედაქალაქში არსებულ 16 უსახელო ქუჩას უკვე ახალი სახელებით მოიხსენიებენ. მათ შორისაა მაგალითად წმინდა ანთიმოზ ივერიელის ქუჩა, ასევე ქართველი ფერმწერის ავთო არეზის სახელობის ქუჩა, მათ შორისაა ასევე ოთარ მეღვინე-თოხუცესის სახელობის ქუჩა და ყოველ საინტერესო მნიშვნელოვანი, ხო, რა თქმა უნდა, ირაკლი და ასევე ყოველ საინტერესო და მნიშვნელოვანი მეტეხის ხიდს დაერქვა წმინდა 100.000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი, რომლის ინიციატორიც გახლავთ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი ბატონი სასაკაბუნია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა და პირველ რიგში მადლობა ამ ინიციატივისთვის, იმიტომ რომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი წმინდა 100.000 მოწამის ისტორია, რომელიც ყველა ქართველისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, ეს ამ ხიდს დაერქვა სახელი. დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ესე იგი ჩვენგან და არა მარტო ჩვენგან, სულად საქართველოსგან. კი ბატონო, მე რადგან მადლობებით დავიწყებ, მადლობას ვეთქვი ყველა კოლეგას, რომელმაც გაითვალისწინა ჩემი ინიციატივა და მოხდა, ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიღება. მე მგონია, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს თანამედროვე სახელმწიფო, გვაქვს თანამედროვე გამოწვევები, ყოველდღიური, ძალიან აჩქარდა ტემპი, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ გვაქვს წარსული, ჩვენ გვაქვს ისტორია, რომლის დავიწყება არ შეიძლება არათუ დავიწყება, რომლის სათანადოდ პატივისცემა, პატივცემულობა სამწუხაროდ მე ასე ვთქვათ, ეს ტენდენცია იყო, განსაკუთრებით ახლა მე არ მინდა ცხადი აქ პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, მაგრამ იყო რაღაც პერიოდი, ალბათ ყოველთვის აქვს სახელმწიფოს რაღაც ფაზები, როდესაც სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ღირებულების ადამიანები მართავენ ქვეყანას და ეს მათ შორის ტოპონიმიკაზეც აისახება. სამწუხაროდ ბოლო წლებში მე არ მახსოვს არც ისეთი გადაწყვეტილება წინა წელს გულისხმობ, როდესაც აი ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა დიდი, ასე ვთქვათ, მოვლენა უპრეცედენტო მათ შორის, იმიტომ რომ მე არ მახსოვს მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში, გნებავთ მართლმადიდებელი ეკლესიას გულისხმობ, გნებავთ სხვა დენომინაციებს, აი ამდენ ადამიანს საკუთარი იდეალებისთვის და ეს იდეალები არის ქრისტიანული იდეალები, თავი გაეწირა და ამ ფონზე, როდესაც თანამედროვე მოქალაქეები ამას არც ვიმჩნევდით თითქმის, ხო? ანუ კი იყო ადგილი მისი უწმინდესობა საქართველოს ეკლესია ყოველ წელს ნოემბრის თვეში გაღავლინდა პარაკლისს, ბევრი ადამიანიც იკრიბებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის ერთი რას ეკლესია აკეთებდა მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე საერო პირებსაც რაღაც ჩვენი წვლილი და როლი უნდა ქონოდა ამაში, ამიტომ მე ყოველთვის ვთვლი არა ეხლა, როდესაც დეპუტატი ვარ, ამიტომ მე სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი თავის დროზე, როგორც საერო უნივერსიტეტში, მე სასულიეროშიც და იქ მქონდა ჯერ კიდე ეს სურვილი და ახლა ამის განხორციელების შესაძლებლობა მომეცა, მადლობა მას ამისთვის და ნუ რაც თავარია ის ხიდი და სხვა შორის მეტეხი არც არ გამქრალა, მეტეხის სახელი შენარჩუნდა, ახლა ამ ხიდის სახელი გახლავთ, წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი, იქ ჩვენ ვარაუდობთ და გვაქვს სურვილი რომ დაიდგას შესაბამისი დაფა ხიდის ორივე მხარეს, სადაც მემორიალური დაფამდე საინფორმაციო რომ უფრო სწრაფად გაკეთდება, მინდა რომ ასე ვთქვათ, ხარისხიანი იყოს ეს ყველაფერი, იმისთვის რომ როგორც ჩამოსულ მცხოვრელს, ტურისტს, ისე რა თქმა უნდა ადგილობრივს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს. იმიტომ ეს უნიკალური შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში, მსგავსი, ესე იგი ამდენი მოწამე ერთად არც ერთ ქვეყანას არ აყავს და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაკეთება. ხო, არ შეიძლებოდა ამის ასე ვთქვათ დავიწყება. რა თქმა უნდა, თავარი არის ის, რომ ისინი არიან წმინდანები, ის რომ ვთქვათ კალენდარში მათ სახელებს ამ დღის ასე ვთქვათ მნიშვნელობის შესახებ შეიძლება წავიკითხოთ, პარაგლის გადავიხადოთ, მაგრამ მე მგონია საერო ცხოვრებას არ მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, საერო ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი ფურცლები ჩვენი ისტორიის უნდა იქნას ასახული და გარდა იმისა, რომ ვთქვათ, როგორც ადგილობრივს ისე ჩამოსულს იქნება საშუალება გაეცნოს რასთან აქვს საქმე, ამავდროულად გვაქვს სურვილი რომ სკულპტურები დაიდგას, რომელიც აი ამ სცენას, ამ შინაარსით დავტოვოთ. აი მაგალითად ჩვენ ვიცით, მაგალითად პრაღის ხიდი ძალიან საინტერესო ხიდი არის, არა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვა სიძველის გამო, არამედ იმ სკულპტურებით, რომელიც იხდება. ხო, დაახლოებით ხე მე არ ვიცი ხა ამ მასშტაბში მოვახერებ თუ არა, იმიტომ რომ ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვფიქრობ აუცილებელია ამ შინაარსით ეს ხიდი დაიტვირთოს. ეხლა ჩვენ სტუმარი არის არქიტექტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბატონი თამაზ გერცამი, მოგესალმებით ბატონ თამაზ და დიდი მადლობა რომ მიიღებთ ჩვენს გადაცემაში ამ თემასთან დაკავშირებით მონაწილეობას. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მკითხავთ ამ სიახლესთან დაკავშირებით ძალიან სასიხარულო სიახლეა. ძალიან სასიხარულო ხარია, ეს მე მადლობა გადავუხადა ჩვენს საკრებულოს, ხო, ამ ინიციატივის გამო. თავისთავად ასეთი მისასალმებელია ასეთი ტენდენცია და პრინციპი, ხო, რომ რათა ჩვენ არ დავიწყოთ ჩვენი წარსული, ეს არ იყოს არა მარტო როგორც გადა, რომ თქვა აი ეს პარაკლისებს ასე შეგვიძლია, არამედ რეალურად ეს მოვლენები ან და ის პიროვნებები შევიდეს ასე ვთქვათ საზოგადოებრივ ან საერო ცხოვრებაში. ხო, ყოფით იმაში იყოს, თქო, ეს მისასალმებელია და
მეგონი სასწრაფოებია და დასაფასებელია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად იქნა შერჩეული სახელწოდება, იმიტომ რომ ქალაქის მეხსიერებაში ეს ძალიან დიდხანს რჩება, ხო? აი თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში დარქმეული ქუჩების სახელწოდებები ძალიან დიდხანს გავიდა. ჩვენ მოვიძიეთ და ეს გაზავადების საერთაშორისო თუ შენ თუ იცი ესეთ ქუჩა საყვირის ქუჩა ყოფილა. როწეულის ქუჩა. და ამ დრომდე არ ქონდა ისე დიდი მოღვაწე როგორც ანტიმოზივერიელი არის სახელობის ქუჩა, არ მხოლოდ საქართველოს მასშტაბში, რუმინეთის, სოფლიო ეკლესიის მასშტაბში დიდი მოღვაწის, ნუ სხვადასხვა ეს ტოპონიმიკა არის სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობის მოცემულობის გამოძახილი, როგორც არის პოლიტიკური გარემო, იყო ბოლშევიკური იყო ცოტა ხანი მენშევიკური, მე თქვათ პროლეტარული, ეს ყველაფერი აისახებოდა მათ ქუჩების სახელწოდებებში და რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცის სახელს არ ქნა, ეს არის პატივისცემის გამოხატვა პროცესის პერიოდი, უკაცრავად გაგაწყვეტნეთ, ანუ იყო პერიოდი, როდესაც ანტიგმირებით მოხდა გმირების ჩანაცვლება და რა თქმა უნდა. ახლა ხდება პირიქით, მადლობა რომელიც რომ გმირები ბრუნდებიან ყოფით, ასე ვთქვათ, გარემოს, არა მხოლოდ ან წიგნებიდან, ასე ვთქვათ, მეხსიერებიდან, აი ამ ასე ვთქვათ, გარემოდან ბიბლიოთეკებიდან ისინი ინაცვლებენ ქუჩებში მათ შორის, ცოცხლდებიან შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთია რას მიაწვდის პედაგოგი, რას ეტყვის, როგორ ასე ვთქვათ, მოახერხებს გახსნას, ასე ვთქვათ, ცალკეული ადამიანის ცნობიერებაში, ესე თუ ის მოღვაწე, მაგრამ მეორეა ის რომ ყველა ჩვენგანს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, წვდომის ფარგლებში უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, ალბათ სურვილი და მზადყოფნას აი იმისოთ რომ ყველაფერში ჩანდეს ეს. ეხლა მე მაგალითად შემიძლია დავასახელო რამდენიმე სახელმწიფო და ესენი არიან ნატოსა და ევროკავშირის სამყვანი სახელმწიფოები, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების სახელმწიფოები, რომლებიც აი ესეთ რაღაცა დროებით ტენდენციას კი არ უწყობენ ფერს, აი გავიდა საუკუნეები და დღესაც მაგალითად პარიზის ქუჩებში მოსონს ვინმეს თუ არ მოსონს, ხვდება იმ ადამიანების სახელები და გვარები, მათი სკულპტურები, მათი ძეგლები, მათი სახელობის ადგილები, სკვერები იქნება თუ ქუჩები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამიტომაც ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ბოლშევიკური ანუ ის ვინც ჩემთან არ არის ჩემი იმპერიას პრინციპი დამოკიდებულება მე არ მომწონს, ამიტომ უნდა გავაკრო, მე იმედი მაქვს საქართველოში დასრულდა და ჩაბარდა წარსულს, მათ შორის ანტიმოზივერიელი წარსული და უახლოესი წარსული ბატონი ჭაბუა და ბატონი ოთარ მეღვინეთუცესი ვახსენეთ, მათ უნდა გქონდეთ თავისი ადგილი, იმიტომ რომ შემდეგი თაობა იმ დღეს მემორიალური დაფის გახსნაზე გავხდით ბატონი ოთარ მეღვინეთუცესის და ეს თქვი სწორედ რომ ხა მე მაგალითად სანამ ავიღებდი სკელტანიან წიგნს, რომელსაც დათათუდაშხია ქვია ხელში, ანუ სანამ თქვა მე თუ მეცხრე კლასში ვიყავი, არ ვიცი რომ მე-10-ში, როცა წავიდე მანამდე ჩემთვის ეს სახე ხატება შეიქმნა სამი პიროვნების საშუალებით, სამი პიროვნების ეს იყო თავად ჭაბუა მერეჯი, რომელსაც დაწერა ასე ვთქვათ, ოთარ მეღვინეთუცესი, რომელსაც ითამაშა და კიდევ ერთი ფაინს, სამწუხაროდ არც ერთი აღარ არის. დღეს ანუ შემდეგ თაურებს მოუწევთ მათ გარეშე, გაიგონ რა არის დათათუდაშხი. ამიტომ ჩვენ არ ამხოლოდ ტელევიზიით და მადლობა თქვენ, არამედ მათ შორის არის ესეთი სახელწოდებები და რაღაცა მივეხმარებთ გეგმავთ კიდევ იგეგმება უახლოს მომავალში. ჩვენ უნდა გითხრათ რომ ეს ძალიან ისეთი ინტერაქტიული ცოცხალი პროცესია. რას გვიროსობ ამაში? ჩვენ საზოგადოებისგან მუდმივად ვიღებთ თხოვნებს, სურვილებს, ინტერესებს, რა ასე ვთქვათ, სურთ მათ. ამიტომაც ეს ცოცხალი პროცესია ნებისმიერ დროს შეიძლება მნიშვნელოვან საკითხზე შედგენს შეიძლება და ვთქვათ შეიცვალოს. ერთი რამ უნდა გითხრათ რომ ვთქვათ ჩვენ გვაქვს სია იმ ქუჩების, იმ ადგილების, სადაც აი ცალსახად ან პროლეტარული ან მოკლედ კომუნისტურ ეპოქას ეხება ანტიგმირებზე იყო საუბარი, ძალიან ბევრი ანტიგმირის სახელობის ქუჩა იყო და დიდ ნაწილის ასე ვთქვათ გადაერქვა სახელი. თავი ხა ამოცანა არის, რა თქმა უნდა, საკრებულოს ფუნქცია მარტო ეს არის, ქუჩების ზემდე კიდევ ხო, საკრებულოს ფუნქცია მხოლოდ ქუჩების სახელების გადაქმნა არ არის, მაგრამ კაბელი ნათელ მაჭავარიანი ძალიან ცნობილი ადამიანი ის ხელმძღვანელობს ამ კომისიას და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო მუშაობს და გეგმავთ მომავალშიც რომ რაღაცნაირად ტვერი გადავწმინდოთ ნამდვილ გმირებს, მათ სახელებს და გაჩნდნენ ჩვენი დედაქალაქის ტოპონიმიკაში. თქვენ ბატონ თამასი თქვენ პრომეტად გემახსოვრეთ კი, მაგრამ უბრალოდ ტოპონიმიკას მინდა შეეხება ჯერჯერობით აღნიშნო, რა თქმა უნდა ძალიან რთული პროცესია. მე ვიტყოდი კიდევ ძალიან ფაქიზი პროცესია, ხო, ესა დაგასაგებია, ეს არის ბოლშევიკური გასაგებია, ხო. მაგრამ დიმონიში ვთქვათ, მაგალითად აგურის ქუჩა, ხო, ეს არის ყოფილი, ეს სამწინებელი არის ჭაველის ქუჩა, ეს არის ნორმალური, ხო, იქ იყო აგურის ქარხნები და გადაერქვა ეს გასაგებია. კი, ეს გასაგებია, ისე და ასე შემდეგ. მაგრამ
ცოტა შეიძლება უჭები უფრო დისონანსი შეიძლება, მაგალითად ვერის დაღმართი, ხო? მიხეილ ჯავახიშვილი, ხო? ამავე დროს ეს არის ტოპონიმი პანუსაძე. და მე თანხმობით რომ ეს ვერის დაღმართი რაღაცა ასე თქვა. ამდე დაუშვოთ ლესინიძეს ანუ აფხაზის, რა თქმა უნდა, ერთის და მითლეტოს ფოტო ამბობენ მოსწავლეების ქუჩა. კი, მაგრამ მანამდე იყო შუა ბაზარი, ეს არის ისტორიული ერთ-ერთი ცნობილი იყო, ხო? აი ამას რა უყურდა თქვენ იქნები ძალიან თული მაშინ. იქი წავიდეთ კიდე, ხო? მაგალითად თქვენ ძალიან ბრძანეთ რომ არააც მნიშვნელობა ვინ იყო, მაგრამ ხალხი. იგივე რა ვიღოთ ეს ვორონცოვი, რაც არის საარბიკვენის და ყველა საწერია მარშრუტას ესე იგი ვორონცოვი, ხო? ეს ფაქტია, მას ვერ გაიქცევი. გარდა ამისა ზოგჯერ უფრო რთულიც არის, მაგალითად შახრუხაძის და შავთელის ქუჩა, ხო? მე-13 საუკუნეში შახრუხაძე იყო ბაგრატიონის ქუჩა და შავთელის იყო ანშისხატის ქუჩა, მოხსენება სიონის ქუჩა იყო და დარჩა სიონის ქუჩა, ხო? ეს მომენტიც არის. აი ამას როგორ ასე თქვა არის კითხვა ხო როგორ არის მაგინდა თქვა რომ უბრალოდ ვაჩვენო ის რომ ან ხაზი გაუსმა რომ ის რასაც თქვა აპირებს თქვა საკრებულოზე როგორც იცით ეს ყველაფერი ფინანსებთანაც არის დაკავშირებული ან ქუჩის ან ტოპონიმიკის შესაძლებლად დაკავშირებთან უკვე პირადობის მოწმობა ხო უნდა გამოიცვალოს დავიწყოთ იმით რაც ითქვა მე აბსოლუტურად გეთანხმებით არის შემთხვევა გვაქვს შემთხვევა როდესაც ანტიგმერია ასე კი ყველაფერი აქ კონსენსუსი თვლილია მაგრამ არის შემთხვევა როდესაც ძალიან ლამაზიც არის კარგად ჟღერს შინაარსობრივ დატვირთული არის ისტორიას უკავშირდება და თან ასწავლებს მოსახლეობას მოსწონს ხო ანშისხატის ქუჩა მაგალითად სიონის და ანშისხატის მაგრამ დროს აი ძალიან რთულია მაგრამ რაღაცა უნდა დაუფიქრდე და მე დაკეთება გეთანხმებით აბსოლუტურად მე მგონია როდესაც ერთგვარი დილემა არის ხო ანუ რა უნდა გააკეთო ალბათ აქ განსაკუთრებული პრობლემა უნდა მიიქცეს მოსახლეობის არამედ აუცილებლად იმიტომ ისინი ცხოვრობენ იქ საწინააღმდეგო რა თქმა უნდა ვერის დაღმართის არაფერი მაქვს მაგრამ იქ ცხოვრობდა მიხეილ ჯავახიშვილი ნუ დაფა კი არის მაგრამ ნუ ალბათ ამ რანგის მოღვაწეს და მწერალს სოფლიო მნიშვნელობის ალბათ ქუჩაც უნდა ქონდეს ხო ერთგვარი დილემა სასიამოვნო დილემა ხო არა მე ყოველ შემთხვევაში მესწრე უნდა გავაკეთოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს მე მინდა სიტულეს ამ გაუსვა ხაზი რომ არ უნდა დაფიქრდე რა დატოვო ხო ჩვენ გადაწყვიტეთ პრობლემა ეს უნდა იყოს მაინც რაღაც საზოგადოების მშენებლობის საგანი უნდა იყოს და საზოგადოების პირველ რიგში რა თქმა უნდა გულისხმობ ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის იმ ადამიანებს ვინც იქ ცხოვრობენ რაც შეეხება ფინანსებს კი ასია ყოველი ცვლილება ეს უკავშირდება რაღაცას თანხის ზედმეტ გაღებას მოსახლეობის მხრიდან იმიტომ რომ იქ პირადობაშიც უნდა ჩაიწეროს ახალი მისამართი ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ მოსახლეობასთან შეთანხმებით. აი მოსახლეობას თუ აქვს საშუალება მაგალითად დაწეროს ერთი ქუჩის მოსახლეობა შეიკრიბოს და მათმა უმრავლესობამ გადაწყვიტონ რომ თქვა ჩვენ გვინდა რომ იყოს აქ რაღაცა თქვა ესეთი ქუჩა ამ ადამიანის სახელობის ქუჩა ეს თუ იქნება გათვალისწინებული ქალაქის თავისგან. ჩვენ განჩვენებთ თბილისთან დაკავშირებით აი ამ შემთხვევაში რომ დაიწყოს მაგალითად ძველი თბილისი. აი თუ იქნება გათვალისწინებული. ძველი თბილისის ქუჩა? აი არა ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიას ყველგან ჩვენ იქ ჩამონათვალში არ ყოფილ და ეხლა ვიტყვი მაგალითად ჩვენ დავარქვით ამავე სხდომაზე შინდისელი გმირების სახელი აი ახლა ეს ეს იყო მათი ოჯახის წევრების და ასე ვთქვათ იქ მცხოვრები ადამიანების თხოვნა ანუ ასეთ რამე ბუნებრივია ხდება მე რამდენადაც ასე ვთქვათ სწორად არ უნდა მიმაჩნდეს მე ვარ მიხედავთ იმისა დეპუტატი მე ვარ ერთი ადამიანი ერთი მოქალაქე ამ ქალაქის შესაბამისად ჩემი გადაწყვეტილება უნდა მოდიოდეს რაღაც თანხმობაში ბევრ ფაქტორთან მათ შორის რა თქმა უნდა მოსახლეობის ინტერესთანაც ამიტომაც ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის რა თქმა უნდა თანხმდება საზოგადოებასთან ბუნებრივია ისეთ თემას როგორც 100,000 ქართველი მოწამის საკითხი არის ბუნებრივია მოწინააღმდეგე თუ არ ჩავთვლით ჩასაფრებული ადამიანების გარკვეულ ჯგუფს რომელიც ამცხოვრად იყო ასეთი ჯგუფი რომელიც ჯერ ამბობს ამ სიგრძე სახელია მე ამბობს აბა დაგვისაბუთეთ რომ 100,000 ქართველი ნამდვილად ეწამა სხვა ეს სხვა კატეგორია მსჯელობის და კამათის ამა თუ არ ჩავთვლით წინააღმდეგობა ბუნებრივი არ ქონია მათ შორის იმის გამოც რომ ეს არ არის ქუჩა და პირადობაში კი არ აისახება ხო მაგრამ რომელიც ეხება ქუჩებს რა თქმა უნდა ასეთ საკითხებს ვათანხმებთ მოსახლეობასთან აი იყო შემთხვევები როდესაც მაგალითად მოსახლეობას არ ქონდა შესაძლებლობა მაგრამ ქონდა სურვილი გადარქმეოდა და ასეთ დროს მოვიფიქრეთ ბიუჯეტიდან თქვა ეს პირადობების ასე თქვა საკითხი დაფინანსდა მაგრამ ამას ვერ ექნება ტენდენციის ხასიათი ყველას ბიუჯეტი ვერ დაუყენებს ხო იმიტომ რომ ეს იყო ერთეული შემთხვევა ძალიან უნდათ იმ ქუჩაზე აღარ ეცხოვათ რომელიღაც რევოლუციონერის ვეღარ ხსენებიზე იყო ეზე არის ლაპარაკი ხო მაგრამ ნუ არც პირადობის გასაგებია სოციალური მდგომარეობა მაგრამ ასეთაც ბიუჯეტმა აიღო თავის თავზე ასე რომ მე მგონია რომ როდესაც ლაპარაკობ ძალიან ისეთი თემაა ხო სამართლიანობის აღდგენა ეს ხო თავი თემა
მე თუ მკითხავთ სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ არ ეკუთვნის იმის აბრა არ ეკითხოს ქალაქში. და ასე შემდეგ. კი ბატონო. ზოგადად ტოპონიმთან შეხება არის ძალიან ესეთი ფაქიზი და საფრთხილო საქმე. ძალიან ესეთი რაც შეეხება ძეგლებს და ბიუსტებს, აი მიმართულებით რა ხდება, ესე ძალიან საინტერესოა. აი მაგალითად თქვენ ხო, ძეგლები და ბიუსტები ეს ეხება უკვე არასაკრებულს, არამედ მერიას, მერიის შესაბამის სამსახურს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია საკრებულოდან გაკეთდეს შემდგომლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ახლა ყველას და ყველაფერს ზეგს ვერ დაუდგამ, ხო? მაგალითად, ახლა მის მოწმენესობამ გააჟღერა გუშინ, თუ არ ვცდები, გუშინ წინ კვირის საკვირაო გადაგებაზე, რომ განწყობის თეორიას დაუდგა ძეგლი. აი ძალიან კარგი იდეა, მაგალითად, დიდი სიამოვნებით მე შევიდოდი ამ ინიციატივით, კი არის უფრო მეტ თანხასთან დაკავშირებული, მაგრამ განწყობის თეორია და მაგრამ მხოლოდ ადამიანებს, არამედ მოვლენებს და მათ შორის აი ესეთ თეორიებს უნდა რა თქმა უნდა. ეხლა იგივე ზაარბრუკენის მოედანზე იყო საუბარი და იმ ადგილს აი წარმოვიდგინოთ, მშრალი ხიდიდან მოვდივართ, აღარ შევდივართ ზაარბრუკენის მოედანზე, მარცხნივ ჩასახვევია, ხო, სანაპიროსკენ. აი იქ არის ძალიან ლამაზი სკვერი გაკეთდა, მოედანი, აი იმას ეწოდა ბატონი ოთარ მერვენთუხუცის სახელი, ჩვენ ვსურსო იქ პატარა, ასე თქვათ, სკულპტურაც დაიდგას. ეს გადაწყვეტილებები სამართლებრივად ეხება თბილისის მერიას, თუმცა რა თქმა უნდა, გონიურულ ასე თქვათ ფარგლებში ამაზე რა თქმა უნდა ჩვენგანაც შეიძლება რეკომენდაცია ძინებდება რაღაც შუამდგომლობა იყოს და მოკლედ ხო სოციალში არ არის თბილისი დიდად დატვირთული ძეგლი ძალიან ლამაზი რამეა შინაარსიანია გვაქვს იგივე ხა საბჭოთა წარსული გავიხსენე და ძირითადად მაღალ პედესტალზე ისეთი ძალიან მაღალი ძეგლები მაგრამ ეხლა არის ინიციატივა შეიძლება აი ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით რომ რადო ასეთიანი ძეგლი დაიდგას რუსთაველის გამზირზე როგორ იცით არა პედესტალზე არამედ ადამიანის სიმაღლე თითქოს ადამიანებთან ერთად მოძრაობს ძალიან ლამაზია 300,000 ჭდება საკმაოდ ძვირად ღირებულია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამაზეც უნდა იყოს სოციალურ მოსახლეობამ გააკეთა თვითონ ეს არის თუ თაბუკაშვილის ქუჩის მიმდებარედ იქ არის ამბანის სკვერი არის გაკეთებული 10 მცნება არის ესე ლამაზად ძალიან კარგად გაკეთებული სკვერი რომელიც პირდაპირ ანუ მოსახლეობის რაღაცა ეს ალბათ რაღაცა განსაკუთრებული ინიციატივიანი და ესეთი აქტიური ჯგუფი არის მოქალაქეების მაგრამ ის შემთხვევაში კარგი იდეა და ინიციატივა თუ კი იქნება თბილისის ბიუჯეტი არ არის არც ჩემი, არც თქვენი პერსონალი, არც არავის, ესეთ თბილისის და მისი მოსახლეობის. ამიტომაც ასეთ გონიურულ ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთ საკითხებს არა მხოლოდ სიტყვიერად და ვერბალურად, არამედ ფინანსურად და სხვადასხვა გამოვუცხობთ. ან მთლიანობაში ქალაქის იერსახეს განსაზღვრავთ თუნდაც ქუჩების სახელწოდება. კი, არ ვიცი, ვასრულებ თუ არა, მე ამაზე ვესაუბრე მის უწმენესობას კვირას, ასეთაც ქართული მოწამის ხიდან დაკავშირებით. მანამდეც მომებრივი შეთანხმებული იყო საქართველოს საპატრიარქოსთან, ძალიან გაეხარდა მის უწმენესობას და გეგმავთ რომ ერთობლივად შეთანხმებულად, მათ შორის იგივე სკულპტურების თემა ორივე მხარეს, ანუ წარმოვიდგინოთ ახლა დგას რამდენიმე სკულპტურა, რომელიც ელოდება მოწამეობრივ აღსასრულს, ხილზასში ტაროალი მტერი, რომელიც ხვლით ხელში, იქვე ხატები, ანუ ძალიან შინაარსიანი და ლამაზი იქნება და ამით ასთავარია ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ მოხდა და ანუ კარგი ვიღაცას ახსოვს არა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ თუ ბრძოლაზე ლაპარაკი ძალიან რადიკალურად თუ არის მის ეს სიტყვა. არა მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაცებსაც ხვდება რაც პრობლემის სახით წარმოიდგენია, არამედ მათ შორის მოძრაობას, უძრაობასაც, ინდიფერენტულობასაც, საქართველოს ისტორიის მე ძალიან ბევრი საინტერესო ფურცელი გვაქვს ჩვენი ისტორიის სიგრძეზე, რომელიც უნდა დავაფასოთ, რომელიც უნდა უთხრათ რომ დავაცოცხლოთ და წამოწვევთ წინაპრად. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით დავდგამდი არავი რო იყო ხო თამარი მეფის დრო საკანონმდებლო ორგანო. აი დიდი სიამოვნებით დავდგამდი აი იმის რაღაც ან დაფას რომ მაგალითად როდესაც ლაპარაკი არის ჩვენს ევროპულ წარსულზე, როდის ქონდა ჩვენ ორგანო, ანუ აბსოლუტური მონარქიის პირობებში იკრიბებოდნენ მოსწონდა თუ არ მოსწონდა განსხვავებული აზრი ფიქსირდებოდა. აი ამის ასე თქვათ აღსანიშნავად რაღაცას გავაკეთებ და ასე შემდეგ და რაც თავის საზოგადოება ისმენს გვიყურებს სიამოვნებით მივიღებდით მათ ინიციატივებს და წინადადებებსაც. აი ბატონთან თქვა ხომ არ გაქვთ რაიმე ინიციატივა? არა, მე კიდევ ესე იგი კიდევ ერთხელ ეს არის ძირითადი სასიამოვნო რამაზე ფიქრობენ, ამაზე მუშაობენ და ეს არის ძალიან რთული საკითხია მართლა ესე მრავალროვანი და რა თქმა უნდა ძალიან ფაქიზიც. აი თავარია რომ მიდის ეს სამუშაო, მაგრამ ჩვენ რო ვიცოდი და მოსახლეობას ეს არის მარტივი არ არის თქვა აი გადაწყვეტის ზოგ შემთხვევაში. ამას გაუცხოთ, ხო, მაგას გასაგებია, თქვა რომ ეს ზოგი ისეთია, რომ დაუთხარი, მაგრამ ზოგი ისეთია, რომ
თქვა ეს უკეთესია თუ ეს მართლა დაართული ის არის. თან ძალიან დიდი დრო ჭირდება რომ აი მეხსიერებიდან წაიშალოს ადამიანის მეხსიერებიდან ჩანაცვლოს სახელწოდება. ხო, არა, ეს დროის საკითხი ადამიანების ასე ვთქვათ რამდენი მოახერხებენ ადაპტირებას ახალ რეალობაში, ეს არის მთავარი არის ის რომ ჩვენ რაც ასე ვთქვათ ვალდებულება, კარგი გაგებით ვალი გვაქვს ეს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთოთ და შევასრულოთ. ეს არის მთავარი დანარჩენი უკვე ადამიანებზე ადამიანები რამდენი მიიღებენ და მე მიხარია რომ აი ამ წლის 13 ნოემბერს ვაუჩდები 13 ნოემბერს აღენიშნება ასეთის ქართლის ხსენება უკვე იქ ადამიანები შეიკრიბებიან არ მხოლოდ მეტეხის არამედ ასეთის მოწამის სახელობის ხილს. ძალიან დიდი მოგესალმებით. მაგრამ ჩემი ახლა მე გულწრფელობ სამართლე კი არა როგორც ძანეთ აქ იყო ნათქვამი სამართლიანობის აღდგენის მიზნით თქმა უნდა ესე კი არა რომ პრინციპი თქვა გადათქმის აი სამართლე აი რომელია რამდენად აი მაგას გულისხმობ მე დიდი სიამოვნებით მოგისმენთ შემდგომ პროცესში მაგრამ ეს მინდა ეს კი არა აი გადართულია იმიტომ რომ სამართლიანობის ზოგადად და რას მისცეს ისე უნდა დაარქვა ისე უნდა დაარქვა რომ მე სხვა საფუძველი აღარ გქონდეს გადაარქვა ნამდვილად ნაფიქრი უნდა იყოს არგუმენტირებული და გამოთქვით ხო აი ეს უნდა ეს არის ნაფიქრი უნდა იყოს და უკავშირდებოდა სუბიექტურ სამართლიან ასე ვთქვათ ისტორიულ წარსულთან ძალიან დიდი მადლობა არა ორგანიზება ჩაგეტარებინოთ ქალაქის მასშტაბით ჩვენ ყოველთვის გავაშუქებთ მადლობა დიდი მადლობა მონაწილეობა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი ბატონი ზაზა გაბუნია იყო ჩვენი სტუმარი და ასევე ბატონი თამაზ გერსამია არქიტექტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ რამდენიმე წუთში გადაცემის მომდევნო სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. დაგველოდეთ.